Haide, da nu scoda ღმერთს რა გაქვს სატირალი. ანგელოზივით ქმარშვილი ყავს, აგერ ახლა ბიჭი გეყოლება რა უნდა დედა მეტი ქალს, მართალი ხართ. ბოდიში. გია! ეგო! ვალერია ეს შეშა უნდა მოეტანა. გავალ ახლა მას გავხედავთ, რომ გასკდება ყვირილით. არ მოიწყვინოთ თქვენ მოვალ. ხო, კარგი, წადი, ჩვენ აქ ვიჭუქჭუქებთ, თან გავმხიარულდებით. რა გჭირს გოგო? Raga ramჭირს და არ იცი ხო რა დღეში ვარ. რა დღეში ხარ? მერე რა მოხდა გოგოა? შენ თუ გოგო ხარ, რა ვინმეზე ნაკლებად მიყვარ ხარ? ხო, მაგრამ ხომ ხედავ. დარწმუნებულები არიან რომ ბიჭია. მერე რამ დაარწმუნა და ვინ დაარწმუნა? იმ გამოჩერჩეტებულმა მკითხავმა? არა. მარტო მკითხავმა არა. მთელი სოფლის ქალები მეუბნებიან გინდა თუ არა ბიჭის მუცელი გა. ხო და დაუჯერონ იმ სოფლის ქალებს. წაეყვანეთ ეხოზე და აქამდე უკვე შეგუებულები იქნებოდნენ. გითხარი რომ არ უყვართ ეს ეხო. რა ვქნა? იცი რა უნდა ქნა, შენი ბრალია. ადე კიდე შენ ქმარს უთხარი ყველაფერი როგორც არის. გაგიჟდი? იმ დღეს ვიფიქრე შევაპარებ მეთქი რაღაცას, მაგრამ არც კი მომისმინა. რო გაიგოს რომ ეხოზე ვიყავი ხო საერთოდ გადაირევა. ნუ მაშინ ნონას უთხარი ქალია და მაინც გაიგებს. არა დედა, ნონა ხო ყველაზე მეტად ვერ გამიგებს. ცუდი ქალი კი არ არის, მაგრამ ნუ მაშინ სამშობიაროში ნახავენ და შეეგუებიან. აი ვიფიქრე რომ რაღაც ისეც მეტყოდი, რაც დამამშვიდებდა. შენ კიდე რაებს მეუბნები? არ გადამრიო, ახლა არ დაიწყო ტერილი. და საერთოდ ვინ გაიგო ორსული ქალის ამდენი ნერვიულობა? მოვიფიქრებ რამეს. კარგი რა, რას მოიფიქრე? ოდესმე დამიღალატები ხარ. აქ რასაკეთებ? ერთი კვირა რო არ გინახი ვარ გახსოვს? ხო და იწყებ ამიტომ თავი. მოიცადე, კარგი. ვაიმე დედა, როგორ გამიხარდა შენი დანახვა, როგორ მიხარია რომ დამხვდი, მაგრამ მაინც რატო დავხვდი, რასაკეთებ გამაგებინე რა. იცი რა შენ გამოსწორება მაინც არ არსებობს, ამიტომ მოგწანდით. ვიფიქრე რომ სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით აეროპორტიდან მე სახს მივალაგებდი. იდეა შეგეს ვაპირებდით ორივე ერთად მოსვლას, მაგრამ თაკომ რაღაცა ყველაფერი თხელი მოხს წაღებულიო იყო რა, ყველაფერი თხელი წამოიღო და ეხლა წავიდა თავისთან რომ წამოიღოს ისე მოიტანოს აქ რა, ნივთები თხელიც, გრილიც, თბილის და ყველაფერი. ანუ აქ გადმოდის ხო საცხოვრებლად? ხო რა. ხო, კარგია. აი, რა გაგიხარდა? არა, კი, როგორ არა? კი. და თუ გაგიხარდა კიდევ უფრო მაგარ რაღაცას გეტყვი რა. გინდა გითხრა? მართლა? ხო, მეც მაგ რაღაც სათქველი. ჯერ მე გეტყვი რა რაღაცა. მოდი. უშია, სანამ წამოვიდოდით, ცოტა ადრე რა, შუა დღეს. მე თაკოს შეუნები რომ მეთქი ჩემი მეგობარი ცხოვრობს მეთქი, არ ბავშვობის მეგობარი არის მეთქი. სად? რა სად? იტალიაში. და არავინ არ არის იქ და. დედა ესე იგი ბედნიერი იყო მამა ჩემი რომ შენაერ გულუბრყილ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა თაკოს ძლივს დავაჯერე რომ ვიღაც მეგობარი ცხოვრობდა აქ კი არა და იქ იტალიაში რა მოხდა რომ ვერ გავიგე ნორმალურად მომიყევი ადამიანურად რაღაცნაირად დაუძვერი ჩაუტყდი თაკოს რომ გამძვრალიყავი რა წავედი მაშინ სამკაულების მაღაზიაში რა არა აქ იქ წავედი სამკაულების მაღაზიაში კაი ავიყიდე ნიშნობის ბეჭედი. მოიცა. და მოკლედ, მე წავედით, რა ქვია იმას, რო არის შადრევანი რო არის და ტრევის შადრევანთან ვიყავი, ხოლმე ჩააგდო იქ რაღაცა. და ნუ გაკეთებული ეს რაღაცას რომ მეთქი. ამის რაღაც მოგცე მეთქი. და შეფთო გადაწყვიტეთ. თუ გინდა ჩააგდეთ და გადააგდეთ, თუ გინდა დაიტოვეთ. და მივეცი ეს ნიშნობის ბეჭედი რა. აი ეგ დაემართა, ეხლა რაც ჩემ მოგივიდა რა. დაუწყდა მე ცემლები რაღაცა აკეთე თიძე გაიკეთა თვითონ თავის ხელი და ცხოვრებაში აღარ მივიხსნიო ამ ბიჭებს. დედა როგორ
ნუ დანიშნე. შენი წყალობით ეს რომანტიკულ ადგილას დავინიშნეთ. რა მაგარი ამბავია. შემშურდა. ძალიან მიხარია. მე კიდე ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. მეც ეხარას მეუნებოდი რაც სამი მაგითხრა მეცო. როდის? რაღაც ამბავი მოხარ მეუნებოდი რა? არ მახსოვს. ესე იგი არ იყო ეგეთი მნიშვნელოვანი. კაი, მოკლედ ეხლა მე ვიბანავი და გეხვეწები რა ვიმაჯავე რა. კი, მინდი. მინდი. ლის, რა შორის არ მიდიხარ? 2 პაციენტი დარჩა და წავალთ. არა, აღარ ყავს და მოდის. კაი, წავედი მე და საღამოს მომწერა. კარგად, ნიკა. კარგად. შეატო რომ მიდიხარ? დათას ველოდები. დათა 2 საათის წინ წავიდა. მართლა? რატო არ დამეველოდა? კაი, წავალ მეც და კცალია 2 წუთი რაღაც საკითხავს. კი. და კაბინეტში ვიდე. მოკლედ. ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდი. რატო? არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ მთელი კლინიკა ჩვენზე ჯორაობს. რო თითქოს მე და შენ შორის რაღაც ხდება. მართლა? არ ვიცი, ვის უნდა დაიწყო ჭორაობა ამაზე. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია. ეს ძალიან ცუდად აისახება შენზეც და ჩემზეც. არ მესმის, მაგრამ ვის უნდა ელაპარაკა? რატო? არ ვიცი. იქნებ ვინმე მეგობარს უთხარი რამე ჩუმად და ვინმე გაიგო. შენ გონია რომ დავდივარ კლინიკაში და ჩემ გრძნობებზე ვლაპარაკო? არ მგონია. უბრალოდ ფაქტია, რომ ზურგს უკან ჩურჩულები. მე რა შუაში ვარ? არაფერში. მინდა და რა გწოდნდა. კარგი, ვიცი. კარგი. სულ ეს იყო. შვიდობა? კი? აქ რა გინდა? რა ვიღოცულობ რა? რა გინდა ბიჭო? რა ვიღე, შენ უნდა კითხო აქ რა მოვიდე? ბიჭო, რა შემოსულიყავი ერთ გავიგებდი აქ რა იყავი. გობა, რა მითხარ იცი? ბიჭო, ჩემზე ვოცულობ ხოლმე? მითხარ. კი. შენზეც ვოცულობ და ირინდაზეც. ურაი, შენ აქ ვარ, არ ვიცი შენზე არაფერი. შენ დაიყო ამასული ხა? რა მნიშვნელობა აქვს ეს ვინ? მითხარი რა როგორ არის? რავი არის რა. კი. ბიჭო, რავი, ერთი გოგო ვარ რა. გოგო? აი, ელინა ვასტები ხო არა? კაი, ბიჭო. მითხარი რაღაცა თუ გაინტერესებს გეტყვია. რო გავიცნო. ხონდა გამაცნო რა, როგორ მიმართო ქალბატონები და თუ რა უქნო შემოიცო. ასაკს რა მნიშვნელობა აქვს ბიჭო? ბევრთან ჩვენზე უფროსი ხო და ჩუმად ვიქრივია. მითხარი და ბევრი ფული აქვს. მითხარი და ხოსვიადას მოუკავ ბიჭო, შენ იდიოტი ხარ, უჩერებ რა. აი ნეცი რა გახარებული იყო. გასპერაო პედინერიაო, საჩუქრებს ჩუქნიანო, ულიანო. რა? აი, ხო იცი რა შენი ბედნიერება ჩემსთან არავის არ გაუხარდ. შენ რა შვებია? რაზე? რავი, ცხოვრებაზე. რომელიც აღარ მაქვს? აი ბიჭო, შვილი ხო ყავს არა? გააგრძელე აბა კიდე რა მყავს? რა მაქვს? ბავშვიც. რა შევჭირდა მე არ ვიცი. ეს ნატყულა რა ვირისტი. საშინელი მამა. ბიჭო, ყველაფერი ხო გავიარეთ უკვე რა. გაი გასპერა. რომ მარიამს კითხი გაიარა? ან ოდესმე გაივლის? მთელი ცხოვრება მუხლებზე დაჩოქილმა რო უიარო, ალბათ მაინც ვერ მაპატიებს.
და არც მე ვაპატიებდი რა. მართალიც არის რა. მართლა რას აპირებ? არაფერს. აქ დარჩენას. სულ არ გძინე ახს. არა, რომელი საათია? ეს გონიათი. ასო. რაღაც ფრანგული ფილმი. აია. ის აყვანა. ვიცი, შენ? ეს რასაკეთებთ? ვიცი. ჯერტი არ შედა რომ შეოდა შენ რატომ დადგე? აი, რა ვთქვი. ნუ შენ არაფერი, მე მომევა, ვინ ერვიულებ. აი, ესე და წელი დღეები მარტო ხარ და დღეს ხო საერთოდ ამ დეველოპერებს ერთი წუთით ვერ დაუძვერი რა. არ გირა. 20 საათი ჩემთან ხო არ იქნება. ციცა ხო არ ხარ? სიამოვნებით ვიქნებოდი. ხვალ 24 საათი არა, მაგრამ 1 საათით გავა. და მე შენი ვარ. კაი. მინდა წავიდეთ სადმე. წავიდეთ. სადაც იტყვი. თუ გინდა მე მოვიფიქრე. კაი. ჩემ გონი უკვე კაი რამე მოიფიქრე რა. ძალიან ამჟავდა. მოიცეთ ოთკები აღარ არის ვნახე უკვე. მაშინ გავაჩენ. არ გზარება ეხა ჩასვლა. ვაშლებს გამოგმო. თქვენ გამოვა. ორდო შემოვა. დიახ. ანა. გამარჯობა ლალი ვარ. უკაცრავად ესე გვიან რო გირეკავ. ხომ არ გაგაღვიძე? არ მეცინე. გისმენთ. შეგიძლია ლაპარაკი? კი. კირესა იყო დღეს. და ლაპარაკში როგორც გავარკვე, ხვალ აპირებს სახში მისვლას. ხვალ. ხო, სადღაც ალბათ ორისთვის. მიხვალ? ანა, გესმის ჩემი ხმა? ანა. კი, მესმის. მოვალ. მოვალ ხო. კარგი. მოდოდ. If you want time, I would give you mine until morning light. I will stay by your side. We won't have to say goodbye. We can cross the great divide. Tonight. უბრალოდ მგონია რომ სიმართლე უნდა იცოდა რა. რა ხდება? ლიზამ დღეს განცხადება დაწერა და სხვა ექიმთან გადავიდა რეზიდენტურაში. მიზეზე? ბოლარი ხაოსი მაქვს თავში რა. ისევ არ ნაკერეს? Male, khomitiron, midis da.